დიახ, შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული და გასაჯაროვებული სუსის ფაილების მიხედვით ირკვევა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე საგამოძიებო უწყებას დეტალურად უყვება იმ სქემის შესახებ, რომლის თანამონაწილედ თავადაც იყო და აღიარებს თუ როგორ იყენებდნენ სახელმწიფო ტენდერებს ჯუანჟერ ბურჭულაძე და მისი გარემოცვა ფულის მოსაპარად. მაგალითად, ტუკვაძე სუს დაკითხვის დროს უყვება, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ შესასყიდი პროდუქციის ფასს, თავდაცვის სამინისტრო კი პროდუქციას ძვირად ყიდულობდა, სანაცვლოდ ბიზნესისთვის გადარიცხული ფულიდან 10% ქრთამი ქეშის სახით ჯუანჟერ ბურჭულაძესთან მიდიოდა. შუამავლის როლს, როგორც ტუკვაძის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, მინისტრის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე კისრულობდა. ტუკვაძის ჩვენებით დგინდება, რომ პირველი ფული ჯარს სამედიცინო აპარატურის გაყიდვის დროს მოპარეს. ბიზნესმენი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ასევე უყვება იმასაც, რომ ჯარის ძარცვის კორუფციული სქემა ჯუანჟერ ბურჭულაძეს ექს-პრემიერთან ჰქონდა შეთანხმებული და არ გამორიცხავს, რომ სარგებელს მოპარული ფულიდან ირაკლი ღარიბაშვილიც იღებდა. დაკითხვის ეს ნაწილი კორუფციის მკვლევარებისთვის არის განსაკუთრებულად საინტერესო. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ამ საქმეში ახლა გამოძიება უნდა დაინტერესდეს ირაკლი ღარიბაშვილის როლითაც. ასევე კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, კორუფციული გარიგების ნათელი მაგალითი, რომელზეც მკვლევრები, იურისტები საუბრობდნენ ბევრად ადრე, ვიდრე სუსი ამის შესახებ დაინტერესდებოდა. ამას ქვია ეგრეთ წოდებული ატკატი, როდესაც კორუმპირებული ჩინოვნიკი შედის კორუფციულ გარიგებაში ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენთან, რომ მოაგებინოს ტენდერი და შემდეგ ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი ქრთამის სახით გადასცემს ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკს გარკვეულ პროცენტს, გუშინდელი გადასცემის მიხედვით კონკრეტულ ბურჭულაძის შემთხვევაში 10%-ზე იყო ლაპარაკი, მთლიანობაში საოცარი ციფრები იქნა დასახელებული 19 მილიონამდე ლარი მარტო ბურჭულაძემ მარტო ერთ კონკრეტულ ბიზნესმენს ვინმე ტუკვაძეს მოაგებინა და იქიდან 10% თუ მიიღო დაახლოებით 2 მილიონი ლარი მარტო ამ კონკრეტულ ბიზნესმენთან მიმართებით გაუკეთებია. წარმოიდგინეთ, რამდენი გააკეთა კიდე. რა თქმა უნდა, ბურჭულაძე არ იქნებოდა ბოლო ინსტანცია, რომელიც აი ამ კორუფციულ გარიგებაში სარგებელს მონახავდა, ამისთანაც სავარაუდოდ ასევე იყო ღარიბაშვილი, მისი ბოსი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო და სასაცილოა, რასაკვირველია ის, რასაც ეხა პროკურატურა გვეუბნება, რომ ღარიბაშვილის დანაშაული თურმე მარტო ის არის, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და ეს არ მიუთითდა დეკლარაციებში. ესეც დანაშაულია, ცხადია, მაგრამ აი ატკატების და ტენდერების და საერთოდ ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების საკითხში ღარიბაშვილი ისე იქნება გასრული, როგორც ეხლა უკვე თითქმის ვიცით, რომ ბურჭულაძე. ასეთი ტიპის კორუფციული გარიგებები ეს არის სისტემური დანაშაული. ამ ადამიანებმა ქართული ჯარი გაძარცვეს, ქართული სახელმწიფო გაძარცვეს. მასშტაბი რო წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის ფული აქვს ბურჭულაძეს და მის ასე ვთქვათ სამეგობროს და ღარიბაშვილის ნაშოვნი. მაგალითად, ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში და მაშინაც, როდესაც იგი მოადგილე იყო ღარიბაშვილის, აი მთელს ამ პერიოდში შემოწმდა მხოლოდ ერთი ხელშეკრულება. მხოლოდ ერთი შესყიდვით ამ ადამიანებმა მოიპარეს 1.500.000 ერთი შესყიდვით და იმ პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობის კონტრაქტები არის გაფორმებული და შესაბამისად ამ კონტრაქტების შემოწმების დროსაც აღმოჩნდება, რომ უფრო მეტი ფული აქვს წაღებული და ეს დასტურდება კომპანიის ხელმძღვანელის ჩვენებით. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული სუსის საგამოძიებო მასალებით ირკვევა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანჟერ ბურჭულაძე სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას გეგმავდა დაკავებამდე, რადგან ამ ფაილებში წერია, რომ ის ქვეყნის დატოვებას გეგმავდა თურქეთის მიმართულებით კარწახის გამშვები პუნქტიდან, თუმცა ოფიცერმა ამის საშუალება არ მისცა. ეს ის გამშვები პუნქტია, რომლითაც მხოლოდ სატვირთოების მძღოლები სარგებლობდნენ. ეს გარემოებაც კორუფციის მკვლევრებისთვის არის საინტერესო,
საინტერესო ასევე საქმეში დევს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის ჩვენება, ასევე დაკავებული თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები და ახლა იურისტებიც, კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ საინტერესოა ამ საქმეშიც გავა თუ არა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის კვალზე, რადგან ის იყო სწორედ იმ დროს მინისტრი, როდესაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა და რომელზეც ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალდებული სტატუსი აქვს. ეს იყო ნინო ელიკაშვილი. რამდენიმე